გადააყენა თუ ვინც შეუცვალა პოზიცია, მას უნდა კითხოთ. ძალიან რთული აქედან მე ვთქვა, რომ აი ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ თქვა მისი პოზიცია შეეცვალათ. ერთი რაც ჩანს, ეს არის სამინისტროს აუქმებენ. ანუ სამინისტრო, რომელიც შეიქმნა, არ მახსოვს 6 თვის წინ თუ არ ვცდები. გრიგოლ ლილუაშვილის დასაბინავებლად შეიქმნა ეს სამინისტრო, მაგრამ მე მალევე ამ სამინისტროს აუქმება ხდება, ფაქტია. საინტერესო რა არის აქ, ესე იგი ეს სამინისტრო შეიქმნა რეალურად უნდა ანუ სამინისტროს რაღაცისთვის რო ქნი, ესე იგი შენ კაფიოს ხდი რაღაცა რეგიონალურ პოლიტიკას, მაგრამ რეგიონალური პოლიტიკის რამე დოკუმენტი ჩვენ არ გვინახავს. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ვიმსჯელოთ იმაზე, ამ სამინისტრომ თავის ფუნქციას შეასრულა, არ შეასრულა, ასრულებდა ან მომავალში იყო შესაძლებელი თუ არა, მისგან ამ ფუნქციის შესრულება. აქედან გამომდინარე თუ არ გაქვს და ეს ლოგიკურიც არის ეგ სამინისტრო რო უქმდება, იმიტომ თუ არ გაქვს რეგიონალური პოლიტიკა და ჩვენ ქვეყანას არ აქვს რეგიონალური პოლიტიკა, ანუ დეცენტრალიზაციის ხარისხი იმდენად დაბალია და მცირე რეგიონალური პოლიტიკა უბრალოდ ვერ გექნება. აქედან გამომდინარე ჯობია ის რომელიღაც სამინისტროს ფუნქციური დანამატი იყოს ამ თემაზე. ადრე საერთოდ რეგიონალური ეს სამინისტრო არ არსებობდა, მთლიანად გაერთიანებული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თითქოს გამოეყო ეს რეგიონალური სამინისტრო, რომელმაც ფუნქცია ვერ შეიძინა. უფრო ეს სამინისტრო ატარებდა გარკვეული თვალსაზრისით ზედამხედველის ფუნქციას და არა ვთქვათ პოლიტიკის გატარების ფუნქციას და აქედან გამომდინარე ხა ძალიან ბევრი ზედამხედველია ამ ქვეყანაში, ხო? დაწყებული აუდიტის სამსახურიდან გაგრძელებული ვთქვათ სხვა ძალოვანი უწყებებით და ასე შემდეგ, რომელიც ამ პროცესს ზედამხედველობენ, ხო? აქედან გამომდინარე ლოგიკურია ამ სამინისტროს გაუქმება, მაგრამ საინტერესო ის არის, არ ვიცი, საკადრო გადაადგილება რას უკავშირდება მამუკა მდინარაძე, რატო გადაიყვანეს იქ და ასე შემდეგ. ეხლა ამაზე რომ მე ვისაუბრებ, მე უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, ამ და ვიჭორაო და ჭორაობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ხო, მაგრამ რაღაცნაირად ტოვებს თუ არა შთაბეჭდილებას ოცნების შიგნით რა ტიპის მოძრაობებია ამაზე, ანუ სახელმწიფო ეს ვთქვათ, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესი, ან მაგალითად შეიძლება თუ არა რაღაც შემდეგი ეტაპი იყოს, ვთქვათ, პრემიერების შეცვლის ხშირი ტენდენცია აქვს ზოგადად თავად ქართულ ოცნებას აქვს პრემიერების შეცვლის ხშირი ტენდენცია, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ახლა ქართული ოცნების გენეზის როგორც ესეთი დავაკვირდეთ, ჩვენ გვაქვს, ნახეთ, მოდის შინაარსზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ყოველთვის გქონდა და ეს არ არის ახალი, ჩვენ ყოველთვის გქონდა ტექნოკრატიული მმართველობა. რა არის ტექნოკრატიული მმართველობა? პოლიტიკოსები არ არიან მინისტრები. თუ გადახედავთ, აბა რომელიმე მინისტრი დამისახელეთ, რომელიც არის პოლიტიკოსი თეა წულუკიანის გარდა. თეა წულუკიანი აღარ არის მინისტრი პარლამენტში. იყო. რომელიმე არის პოლიტიკოსი, აი თქვენ მე და თქვენობით მოგმართავთ ახლა ეთერიდან გამომდინარე, თუ ერთმანეთს ვიცნობ დიდი ხანი. ხო, რა ვიცი, ქუჩიდან დაწყებული, იმით დამთავრებული. პოლიტიკაში მონაწილეობა მიგვიღია და შეიძლება თქვენზე უფრო მეტად ითქვას, რომ თქვენ ხართ პოლიტიკოსი, ვიდრე რომელიმე მინისტრი. აბა მითხარით ერთი პოლიტიკოსი მინისტრი. ხო, ვერ ვიხსენებ. ანუ ეს ტრადიცია მოყვება, ანუ ვინმე ბანკირი იყო, მოვიდოდა პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ვიღაცა კარგი მენეჯერი იყო, ვიღაცა კი არა, თავარი იყო, რომ რაღაცა მენეჯერიალური გამოცდილება ქონდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები, რადგან პოლიტიკოსები არ არიან, მათი, თქვათ, პოზიციების შეცვლა არის ძალიან მარტივი და ამ ლოგიკაში ჯდება. შეიძლება შეუმჩნეველიც კი საზოგადოებისთვის, რომელიც მე ეხლა დავფიქრდი, ზეპირად ვიცოდი ყველა ეპოქაში, ყველა მთავრობის ნებისმიერი მინისტრის სახელ და გვარდა, ეხლაც ალბათ რო ჩამეკითხა, მაგრამ ცოტა დავფიქრდი სურათი. რადგან ტექნოკრატიული მმართველობა ჩვეულებრივად ის ადამიანი ხო, როგორც პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, ის ადამიანი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ფიგურას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ფიგურის ჩანაცვლება ბევრად უფრო რთულია ადამიანებს, მის მხარდამჭერებსაც პოლიტიკური პარტიის უფრო მეტად ხვდებათ გულზე თუ პოლიტიკოს ჩაანაცვლებ, იმიტომ რომ მასთან ერთად უბრძოლიათ, ქუჩაში მდგარან, რა ვიცი, კეტი მოხვედრიათ და ასე შემდეგ და რაღაცა იდეები გაუზიარებიათ ადამიანები, რომლებსაც ეს პოლიტიკური წარსული არ აქვს. იმათ შეუცვლი პოზიციას თუ არ შეუცვლი ამ შემთხვევაში. მაგრამ დინარაძე პოლიტიკური ფიგურა იყო ამ შემთხვევაში და კობახიძეც პოლიტიკური ფიგურაა. ხო, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ფიგურები არიან, მაგრამ პოლიტიკოსები როგორც ესეთი, ისინი არ ყოფილან. ესმით, ისინი კობახიძე არ არის, არ იყო პოლიტიკოსი. პარლამენტში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკოსებად. ხვდებით? და ეს არ იყო, რომ რომელიღაცა პარტიაში გაერთიანდნენ, ამ პარტიის ლიდერები იყვნენ, საჯარო ფიგურები იყვნენ, ამ პარტიის დროს სანამ პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა. გესმით?
აქედან გამომდინარე ეს ხაზი აბსოლუტურად ყოველთვის გაზდევს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად, როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკოსები არ ვარგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეგ არის წყვილი, იმიტომ რომ პოლიტიკოს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეების მიმართ, ვიდრე მენეჯერს, იმიტომ რომ მენეჯერი რა არის, რაღაცა ფუნქცია აქვს და იმ ფუნქციას ვერ შეასრულებს, მე წავა ან კერძო სექტორში ან სადღაც და პოლიტიკოსი ნაკლებად ანგარიშვალდებულია მოხალხეებთან. ის ადამიანი და რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ესენი ხალხიდან არ ამოზრდილან უფრო ივანიშვილის პოლიტიკურ თქვა ცათბურში გამოიზარდნენ. ჩვენ პირიქით, ესე იგი, ჩვენ სკეპტიკურად უყურებთ პოლიტიკოსებს და შეიძლება სხვანაირად უნდა შევხედოთ. ვინც პოლიტიკაშია, პოლიტიკოსი არ არის. გესმით? მე იმას კი არ ვამბობ, ცუდია, კარგია. რაღაც იმას ხარისს კი არ ვანიჭებ. ან მის რაღაცა მორალურ, ეთიკურ პასუხისგებლობას კი არ ვაყენებ. ამ შემთხვევაში ეს არის სხვადასხვა ტიპი მართლობაში ადამიანის, ერთი პოლიტიკოსი და მეორე მენეჯერი, რომელიც უწმინდა მენეჯერიულად უყურებს საკითხს. კი ბატონო, ივანიშვილი როგორ უყურებს ამ საკითხს? მენეჯერიალურად. და ეს ეთყობა რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ხო ვიცნობთ კიდე ერთხელ დაუბრუნდეთ იმას, ჩვენ ხო ვიცნობთ აბსოლუტურად ყველა მინისტრებს, პრემიერ-მინისტრებს, რომელი იყო იქიდან ღარიბაშვილი იყო პოლიტიკოსი. კი. აი, ქართულ ოცნებაში დღეს არის რამოდენიმე პოლიტიკოსი. გახარია პრემიერობის შემდეგ გახდა პოლიტიკოსი. გახარია არასდროს პოლიტიკოსი არ ყოფილა. ეხლაც არ არის? ახლა რა ახან პრემიერ-მინისტრი იყავი და მე პოლიტიკური პარტიის ლიდერია პოლიტიკაშია. მაგაზე ხო არ არის რა? ეგ არის რომ საიდან მოდიხარ, ვინ შენ პოლიტიკოსად ვინ შექმნა, ხო? აბა თქვენი დაკვირვებით ახლა ვინ არის? რამოდენიმე პოლიტიკოსი დარჩა. ხა კარგია, ცუდია, კიდე ერთხელ ვამბობ, მე რაღაცა შეფასებას კი არ ვაკეთებ, თუ იმაზე ვსაუბრობ, ვინ არის პოლიტიკოსი, ვინა? კალაძე არის პოლიტიკოსი, ნამდვილად. ღარიბაშვილი იყო პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი თუ ვისაუბრებთ. კვირიკაშვილი არ იყო ხო პოლიტიკოსი, ვიცით რომ ის იყო ერთ-ერთი თქვათ იმ ქართულ ბანკში. ჩემი აზრით ყველაზე კარგი პრემიერი იყო ოცნების პირობებში. შეიძლება ყველაზე კარგი პრემიერი იყო. ჩემთვის მაგალითად ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული წმინდა ესეთი პოლიტიკური პარლამენტი და ასე შემდეგ, რომელიც ჩემთვის არ იყო თქვათ მისაღები, ხო, იგივე ესტონური მოდელი და ასე შემდეგ. მე მაგალითად ვეწინააღმდეგებოდი ძირითადი რეფორმა, რომელიც კვირიკაშვილმა გაატარა, ეს არის ესტონური მოდელი და. კი ბატონო, ახლა არ გვიდა პრემიერების კონკრეტულ ჩახ. მე მაგის თქმა მინდა რა, როდესაც ეგეთი ცვლილებები, ხვალ რომ რომელიღაცა მინისტრი მოხსნან. ხო, ერთი კულტურის მინისტრი გადადგა თქვა. ხო არ იყო პოლიტიკოსი, ანუ სადმე სხვა ქვეყანაში დააკვირდით, სადაც დემოკრატიის ტრადიცია, სადაც პარტიული დემოკრატიის ტრადიცია, ეგრე კი არა უბრალოდ არჩევნები რო ტარდება. ანუ პარტიული დემოკრატიის ტრადიცია. იქ ვინმე რაღაცის კონკრეტული საკითხის ცოდნე კი არ არის. რომ აი კულტურის მაგალითად მინისტრი აუცილებლად რაღაც კულტუროლოგი უნდა იყოს, ან კულტურად მცოდნე ან რაღაც. ის არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, პარტიას აქვს კონკრეტული ხედვა ამ კულტურასთან დაკავშირებით და ის ამას ახორციელებს. კი ბატონო, მინდა ბექა ვილაპარაკოთ შექმნილ ვითარებაზე, რომელსაც შეიძლება ზოგიერთი უწოდებს კრიზისს, ზოგიერთი არ უწოდებს კრიზისს. თქვენ როგორ უწოდებთ ახლა შექმნილ ვითარებას ქვეყანაში და აი გამოსვლის გზა როგორ გესახებათ? ანუ რაღაც ვითარება სადღაც თითქოს ორი ქვეყანა არსებობს და პარალელურ რეჟიმში, როცა თქვათ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ცვლილებების მოსურნე საზოგადოება თუ პროტესტში მოსურნე საზოგადოება არ აღიარებს ხელისუფლებას, ხელისუფლება რომელიც თქვათ წნეხში ამყოფებს ამ ჯგუფებს და კანონებით და სხვადასხვა ხერხებით, მოკლედ პატიმრობებით და სხვადასხვა სანქციების რეჟიმში ყავს. აი ეს გარემო, აი ეს ვითარების, ამ ვითარებიდან გამოსვლის გზა თქვენ როგორ გესახებათ თუ ფიქრობთ რომ ასე შეიძლება გავაგრძელოთ და ვიცოდეთ? არა, ესე ვერ გავაგრძელეთ, მე არაერთხელ მითქვამს თქვენ ეთერში არ ყოფილ ვარ დიდი ხანი. არ ყოფილ ხართ ხო? კარგია ხომ ვახსენებთ იმას საზოგადოებას რომ აი ოცნებაში იყო და ასე შემდეგ. ესე იგი, ვითარება არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამას, უბრალოდ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, აბსოლუტურად ყველამ, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის რაღაცა განსხვავებული ვითარება, მოდი პირდაპირ გეტყვით და ნებისმიერ ამ თემაზე შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანთან ვიდებატო, რაც სხვა ქვეყნებში ძალიან დიდი ღრმა დემოკრატიული გამოცდილების ქვეყნებში ჩვენ ვიყოფებით ისეთ ვითარებაში, როდესაც სოფლიო იცვლება მთლიანად.
ესმით? ანუ სოფლიო წესრიგი, მხოლოდ და მხოლოდ სოფლიო წესრიგი კი არ იცვლება, რომ ვიღაცა ძლიერდება და ვიღაცა სუსტდება. მთლიანად სოფლიო იცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ტექნოლოგიურ რევოლუციის ეპოქაში. ეს ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქა ხასიათდება იმით, რომ არ არის სტაბილური და არ არის გათვლადი. გესმით, ჩვენი ცხოვრება, არც ერთი ადამიანის ცხოვრება დღესდღეობით გათვლადი არ არის. ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ტექტონიკური, მათ შორის გეოპოლიტიკური. ტექნოლოგიური. ჩვენ რო გადახედოთ ინდუსტრიული რევოლუციების, რა ვიცი, რეტროსპექტივას, დავინახავთ, რომ ყველა ინდუსტრიულ რევოლუციას მოყვებოდა ომი და მოყვებოდა შესაბამისად ძალიან დიდი ცვლილებები საზოგადოებაში. ანუ ეს ეხლა რობოტიკა დაარქვით, გინდათ ხელოვნური ინტელექტი. ანუ ისეთი რამეები ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს რა ხდება ჩვენ შიგნით. რა არის, ჩვენ ვამბობთ, ჩვენს ირგვლივ ხდება და თითქოს ჩვენ რაღაცა იზოლაციას ვახდენთ ამ პროცესისგან და ეს იზოლაციას ვერ ვახდენთ, იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში ვცხოვრობთ. აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ერთმანეთზე არის დამოკიდებული. ამერიკა რო ამერიკაა დამოკიდებულია მაგალითად ჩინეთის იშვიათ ლითონებზე. ჩინეთი რო ჩინეთია მაგალითად დამოკიდებულია ტაივანის ჩიპებზე და ასე შემდეგ. ევროპა რო ევროპაა, იტალია ავიღო და სამხრეთ ევროპა დამოკიდებულია ჯერ კიდევ მიუხედავად პოლიტიკური ნებისა რუსულ გაზზე და ნავთობზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ურთიერთდამოკიდებულება, ანუ ეს ყველაფერი რაც სამყაროში ხდება, ერთმანეთზე გავლენას ახდენს. ისი თქმა მინდა, ადამიანებს ჩვენ აღარ აგვაქვს სტაბილურობის განცდა. ესმით, არც ერთ ქვეყანაში, აი ევროპაში მეტნაკლებად, იმიტომ რომ ევროპა რატო არის მიმზიდველი და კარგი. და ევროპული სოციალური წესრიგი რატო არის მიმზიდველი და კარგი? იმიტომ რომ ევროპა თავისი სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე ადამიანებს მეტნაკლებად მაინც აძლევს სტაბილურობის განცდას. ადამიანს შეუძლია თავის ცხოვრება მეტნაკლებად მინდა ხაზი გავუსვა, დაგეგმოს. გესმით და ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში და ისეთ სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი სოციალური სახელმწიფო. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც არ აქვს სოციალური სახელმწიფო. ამიტომ პოლარიზაციის ხარისხი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ესეთი კაფიო და ძლიერი. ჩვენც პოლარიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ეს არის მიზეზი სოციალური სახელმწიფო, რომელზეც თქვენ. არა, მარტო ხეხ თუ დავავიწროებთ ამას, მე ისი თქმა მინდა, ნახეთ, რომ ის რაც ხდება ჯერთი ოპოზიცია და საპროტესტოდ გამოსული ხალხი ერთმანეთის ეკვივალენტი არ არის და ისინი ერთმანეთს მხარდაჭერებად არ წარმოიდგინათ. პროტესტი ადამიანებს აქვთ იმის მიმართ განსაკუთრებით, თუ ჩვენ ყოველდღიურ მათ გამონათქვამებზე არ დავაფუძნებთ ჩვენ წარმოდგენას მათ უკმაყოფილებაზე. პროტესტი აქვთ, იმიტომ რომ ხვალ რა იქნება არ იციან. ანუ პერსპექტივა რა აქვს ამ ქვეყანას არ იციან, როგორც შესაბამისად ბევრ ქვეყანას. იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ვერ ეწევიან იმ განვითარებად, იმ სისწრაფეთ, რამდენადაც სამყარო იცვლება. გესმით და ეს ამ ადამიანებს საგონებელში ადგებს და ვის უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში? ცხადია, უნდა მიმართონ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლებამ კაფიოთ უნდა უთხრასო. ამ პროტესტის ბუნება რაც ჩვენ ქვეყანაში არ ამგონია მთლად ამ ფაქტორებზე იყოს, რომელზეც ველაპარაკობ. დიახ. რა ვიცი ხო თუ კვლევები არსებობს ამაზე და ისინი ამას ამბობენ. ეხლა რომ მეცნიერება ჩვენ არ გვაინტერესებს ეგ სხვა. არა, ეგ არ მithქვავს. სხვა რამეს ვამბობ რა. ეხლა ოპოზიცია რა არის? ოპოზიცია არის ჩარჩენილი რაღაცა ამ თავის ძველ მე ვეძახი ამას ბინარული აზროვნება, რომ აი დღესაც ქართულ ოცნებას ებრძვიან იმითი, რომ ქართული ოცნება არის პრორუსული და ისინი არიან პროდასალურები. ეგ ნარატივი დამთავრდა. ანუ მაგ ნარატივი ეგ დაიწყო, ეგ არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც დაიწყო 90-იანი წლებიდან და 90-იან წლებამდეც კი, როდესაც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები საფუძველი არ აქვს მაგ ნარატივს და იმიტომ არის თუ ეს შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა ეს ნარატივი და იმიტომ. საფუძველი რა საფუძველი აქვს? საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ იქნება, ვერ იარსებებს, რომელიც პრორუსული იქნება. ეგ ხო გამორიცხულია. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა გითხრათ, რომ მე და მილიონი ადამიანი შევცდით და არ ვიცოდით ქართული ოცნება პრორუსული იყო თუ არ იყო თუ ქართულმა ოცნებამ ესე სწრაფად შეიცვალა კურსი. ეგ ხო დიდი ტყუილია. ეგ არის უბრალოდ მოყალიბებული ჩვენთან არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, ვეძახი ხოლმე მე რა პოლიტიკური გენეტიკური კოდი, რომელსაც ჩვენ ვერ გავცდით და ვერ მოვიშორეთ, რომ ერთმანეთს რაღაც აგენტები არ ვეძახოთ და ვიღაც რუსეთის მარიონეტები და მეორეს ის რა ქვია, შენ საბჭოთა კავშირიდან ჩამორჩენილო ადამიანს არ ეძახოს. რუსოს ძახილი ეს არის ეს თქვათ არარეალისტური თქვენ ამბობთ თუ კონტრპროდუქტიული პოლიტიკური ბრძოლისთვისაც? ეხლა ვისთვის ოპოზიციის კონტრპროდუქტიულია, იმიტომ რომ ამას შედეგი არ მოაქვს.
სიმართლე რო გითხრათ. მე თუ ადამიანებს არ ველაპარაკე, რომ მე რო ხელისუფლებაში მოვა, რას გავაკეთებ? მაშინ შესაბამისად ადამიანებს ხალხმა რატო უნდა დამიჭიროს ხარ? თქვენ მოდი ერთ კითხვას დაგისვენ და თქვენ შეიძლება ჩემზე უკეთესად გასცეთ ამას პასუხი. რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს ასპარეზეა ოპოზიციურ ფლანგზე, რამე ალტერნატივას თავაზობს, მაგალითად განათლების პოლიტიკა, ეკონომიკის პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, რა ვიცი, ნებისმიერ რამე გაგიგიათ, რომ ალტერნატივა სხვანაირად უყურებს ვიდრე ქართული ოცნება? აქვთ კონკრეტული რაღაც მიმართულებით რაღაცა ისინი პროგრამები აქვთ და ასე შემდეგ. გინახავთ რომ მაგაზე ელაპარაკოთ? ანუ ეს არის პრობლემა ეხლა ამ კრიზისის. პრობლემა კი არა, ნახეთ, კრიზისი რატო არის? იმიტომ რომ მაგაზე არ ვლაპარაკობთ. და თუ მე ვიღაცა დამარწმუნებს რომ უკეთესად შეიძლება ვიცხოვრო მხარს დაუჭერ და რატო უნდა დაუჭერ? მაგითო გეუბნებით რომ ის საპროტესტო ნაწილი მუხტი რაც არის და ეს ოპოზიციური პარტიები რაც არის, დარწმუნებული ხართ თუ ერთმანეთის ეკვივალენტი არიან? თავიანთ შეხედულებებში და ამათ ხმაც მისცემენ ოპოზიციური პარტიები. ნახეთ, აბა ვის მისცემენ ხო? ოცნებას ხომ არ მისცემენ? ანუ ძალაუნებურად ეკვივალენტი გამოდის. ძალაუნებურად გამოდის. ზოგი ამბობს რომ ცხვირზე ხელს ვიჭერდი და ისე ვირჩევდიო, იმიტომ რომ ხელისუფლება არ მინდა. გავიგე, ძალაუნებურად. ოპოზიციური ამორჩეული ოცნებას ხომ არ მისცემს ხმას. ესე ნახეთ, ხელისუფლებას ვერავინ ვერ შეცვლის. გესმის, ცხვირზე ხელის მოჭერით და რაღაცის ხელისუფლებას ვერავინ ვერ შეცვლის. აი ახლა დავუბრუნდეთ მინდა მთავარ კითხვას. აი ამ კრიზისის განმოხვა ახლა რაშიც ვართ, როგორ გესახება? ახალგაზრდები არიან, ხო? მე არ გეუბნებით პარტიულ ახალგაზრდებს, სხვა ახალგაზრდებს, მასა, სტუდენტების და ასე შემდეგ. რატო არიან ქუჩაში? იმიტომ რომ მათ პერსპექტივის განცდა არ აქვთ. გესმით? და თუ რომელიმე პარტია მათ პერსპექტივის განცდას არ გაუჩენს, ისინი ყოველთვის ესე საპროტესტო მდგომარეობაში იქნებიან. და ხელისუფლებას მისცემენ? არა, ხელისუფლებას სხვა მისცემს. ხმას მისი ტრადიციული ამორჩეველი. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, თავარი არის რომ ამ ადამიანებს და არა მარტო ახალგაზრდებს, ხვებს, რაღაც ალტერნატივა შეთავაზ და უთხრა, მე ესე გავაკეთებ, მაგრამ თავისი ყველა საინტერესო რა არის? როდესაც იყო ხელისუფლების ცვლილების აი ეს მუხტი 2024 და ასე შემდეგ, რომ აი კობახიძემ რო თქვა, რომ ის ევროპასთან რაღაცა და ასე შემდეგ, ხო? მაშინ ესე იგი, იმის მაგივრად რომ შესაბამისად ევროკავშირზე გველაპარაკავ, რომ როგორია ეს ევროკავშირი, რომ იქ პროგრესული გადასახადია, რომ იქ თანასწორობაა და ეს თანასწორობა როგორ მიიღწევა, რომ იქ რეგულაციებია, რომელიც სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს და ასე შემდეგ, რაზე ვილაპარაკეთ? რომ აი რაღაცა ევროკავშირში თუ გავწევრიანდებით, მაშინ გვექნება კარგი პენსია. ტყვილი არის. ჯერ კარგი პენსია გექნება, მერე წევრიანდები ევროკავშირში. ჯერ უკეთესი ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკა, მერე წევრიანდები ევროკავშირში. გესმით? ანუ აქ არის აი ოქსიმორონია, ხვდები და ასე როგორ უნდა დაამარცხო ქართული ოცნება? მითხარით, თუ ადამიანებს არ ელაპარაკებ, მაცხოვრებაზე არ ელაპარაკებ. აი ხა მამუკა მდინარაძის ის პოზიცია ექნება თუ ეს პოზიცია ტბელ აბუსერიძის მაცხოვრებელს საერთოდ აინტერესებს? აი რა შეაინტერესებს? და ეხლა ნახევარი თქვათ, რა ვიცი, მთელი ტელევიზიების ეთერები დაეთმობა მამუკა მდინარაძის პოზიციას. იმ ადამიანს ყველაფერი არ იცვლება. ხვდებით, სანამ აი ეს არ შეიცვლება, რომ აი ეს ბინარული ერთი თავარი რაც არის ბინარული აზროვნება, რომ აი შენ ხარ პროდუცერი, აი მე თუ მაგალითად დასავლეთ ცხოვრებს რა აინტერესებს. ნორმალურად იცხოვრონ და მისმა იცოდეს მისი შვილი მდგომარეობა მომავალში, რომ იქნება განათლებასაც რომ მისცემს იმ შემთხვევაში. თორე რატომ მისცეს განათლება სტატუსისთვის? გესმით? აქ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე. სხვა სამყაროში მე მგონი ბექა საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან ერთად და ამ თემებზე საუბარი მათთან ერთად დებატებში გნახეთ რამდენიმე ეთერში და ამიტომ მილიონჯერ არ მაგაზე როგორ რაღაც მილიონჯერა ხვდებით? ანუ ჩვენ ვდგევართ ოპოზიცია დგას რელსზე, რაღაც კონკრეტულზე, ხელისუფლება დგას თავის კონკრეტულ რელსზე, პარალელურ საზოგადოებას ხო? რაც ნიშნავს პარალელური საზოგადოება. პარალელური საზოგადოება ნიშნავს გადაკვეთა არასდროს არ იქნება. დავიწყე ამ თემაზე საუბარი, რომ პარალელურ სამყაროებში. კი, თქვენ ახსენეთ. ანუ პარალელურ საზოგადოება, ეგ არის როგორ ტრაგედია, ხვდებით? ისევ პარალელურ საზოგადოებაში ცხოვრობ. მდიდრები არასდროს არ ხვდებიან ღარიბებს. ნახეთ, ანუ ადგილები არ არსებობს საქართველოში, სადაც მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს შეხვდება. არ არსებობს პარალელურ საზოგადოებაში ცხოვრობთ საზოგადოებრივ დონეზე და პარალელურ საზოგადოებაში ცხოვრობთ პოლიტიკურ დონეზე. და ჩვენ რა გვინდა ეხლა რაღაცა კარგად ვიცხოვროთ, გამოვსწორდეთ და ასე შემდეგ და ნორმალური ცხოვრება იყოს? ეგრე ხო ვერ იქნება. თუ ჩვენ ადამიანების პრობლემებზე არ ვილაპარაკებთ, როგორ იქნება ვინმე გამაგებინოს? აი ვინ რომელი ადამიანია ისეთი, რომელიც რაღაცა, ესე იგი, ჯოხის ხე ილაპარაკეთ ბექა. შეცვლის ამ ვითარებას.
ხო და აქედან გამომდინარე მე ეგ არის ძიმია ვითარება, მაგრამ სანამ ამაზე საუბარი არ დაიწყება, ეგრე იქნება. იმიტომ რომ მე ალტერნატივას ვერ მე როგორც მოქალაქე, მე არა ვარ ოპოზიციის ამორჩეული, პირდაპირ გითხრა და არც ქართული ოცნების. არ ყავთ არა, სადნო მყავდეს არა, ანუ არჩევნებზე არ დადიხართ? ანმარჩევნებზე არ ყოფილა. მე სულ დავდივარ, რაც არ მიჭირდეს არჩევანის გაკეთება რაღაცა საბერძნეთში ერქვა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში არ დადია, ეგენი ხო ყველაფერი ვიცი. მაგრამ სად უნდა რაზე უნდა წავიდე? როგორ უნდა წავიდე? რამე მნიშვნელობა აქვს? არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. მე იმას ნიჰილივს კი არ ვაღვიძებ ადამიანებს. პირიქით ვაღვიძებ იმას, რომ აი რაღაცა ვიღაცამ თქვას, რომ აი მე იმიტომ მინდა რატომ გვინდა პოლიტიკაში მონაწილეობა და უკეთესად ვიცხოვროთ. ხო ეგრეა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ანუ უკეთესად ცხოვრების ვინმე თუ არ მეუნება, როგორ უნდა ვიცხოვრო უკეთესად, მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს? რა ფორმალური რიტუალი ხო არა? პანაშვილი ხო არ არის არჩევნები? რომ აუცილებლად უნდა მიხვიდე გასვენება ახლობლის. და აქედან გამომდინარე, სანამ ეს არ იქნება და დავივიწყოთ ამ ქვეყანაში რაღაც ნორმალური განვითარება რა. და ვიყოთ ამაში, რომ აი შენ ხარ იმის აგენტი და შენ ხარ იმის თოჯინა და ასე შემდეგ. და ის ზღაპრებს მოусმინოთ კიდე რაღაცა ბიძინამ დილით გაიღვიძა და მერე ის გადააყენა და აი ამ რაღაცა ექსპერტები და საგიჟეთი რა კი ბატონო, ბექა, იმედი მაქვს, ვინც შეიძლება ამ თქვენი მოსაზრების ადრესატად იგრძნოს თავი, მოგისმინათ ამ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა.